ძვირფასო კურთხეულო სულო, შენ ბოლო დროს იღვიძები მუცნაური შეგრძნებით. თითქოს შენი სიზმრები რაღაცის თქმას ცდილობენ? ის ნათელი სურათები, ის ახსნას მიღმა სცენარები, რომლებიც გაღვიძების შემდეგაც კი გრჩება გონებაში. ეს უბრალო დამთხოვებიან შენი წარმოსახვის ნაყოფი არ არის. ანგელოზებმა დღეს გამიმხილეს ღრმა სიმართლე, რომელიც ამ წუთას უნდა გაგიზიარო. შენი უცნაური სიზმრები სინამდვილეში კოსმოსური გადმოწერებია, რომლებიც პირმვისშიოსმს იგზავნება. სამყარო ცდილობს შენთან კომუნიკაციას სიმბოლოებისა და შეგრძნებების ენით, მაშინ, როდესაც შენი სხეული ისვენებს და შენი ცნობიერი გონება წყნარდება. სწორედ ამ დროს ხდება საზღვრები განზომილებებს შორის უფრო თხელი, რაც დივაინ შეტყობინებებს აძლევს საშუალებას შენს არსში შემოვიდეს. გრძნობა მას, ხომასია. ის შეგრძნება თითქოს რაღაც დიდი ცდილობს შენამდე მოსვლას ძილის ფარდის მიღმა. ეს იმიტომ ხდება, რომ შენი სული უფრო მიმღებია დასვენებისას, უფრო ღიაა იმ მაღალ სიხშირეებზე, რომლებსაც ანგელოზები იყენებენ ხელმძღვანელობისა და სიბრძნის გადასაცემად. ზეციურმა მცველებმა მაჩვენეს, რომ თქვენში ბევრს ახლა ინტენსიური სულიერი რეკალიბრაციის პერიოდი გადის. თქვენი სიზმრები მხოლოდ დღის ასახვა კი არ არის, არამედ ნამდვილ კოსმოსურ გადაცემებს წარმოადგენენ, რომლებიც სავსეა სინათლის კოდებით და თქვენი უმაღლესი ცნობიერების გაღვიძებისთვის არის გამიზნული. სანამ გავაგრძელებთ ამ ანგელოზურ გამოცხადებას, რომელიც სრულიად შეუძლია შეცვალო შენი სიზმრებისა და სულიერი მოგზაურობის გაგება, გთხოვ, დააჭირო მოწონების ღილაკს, რათა ეს შეტყობინება სხვა სულებამდეც მივიდეს, რომლებიც ასევე იღებენ ამ კოსმოსურ გადმოწერებს, მაგრამ ვერ იგებენ მათ ნამდვილ მნიშვნელობას. გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ხატი, რათა განაგრძო ამ ანგელოზური გადაცემების მიღება, რომლებიც ჩემგან შენამდე მოდის. და ახლა დაწერე კომენტარებში. მე მზად ვარ გავხსნა ჩემი კოსმოსური გადმოწერების საიდუმლო. როდესაც ამას აცხადებ, შენ უთითებ სამყარო შენი მზადყოფნის შესახებ, მიიღო და გაიგო უმაღლესი შეტყობინებები, რომლებიც ძილის დროს გეგზავნება. ანგელოზებმა მაჩვენეს, რომ ეს უბრალო განცხადება ხსნის კიდევ უფრო ძლიერ არხს შენსა და ანგელოზურ სამეფოს შორის. ანგელოზები ამ წამს შენს ირგვლივ არიან შეკრებილნი და ჩურცულებენ შენს სიზმრებზე სიმართლეს. ისინი გიხსნიან, რომ ეს უცნაური და ინტენსიური სიზმრები, რასაც განიცდი, სინამდვილეში ჩვენი პლანეტის დიდ კოლექტიურ გამოღვიძების ნაწილია. ყოველი უცნაური სიზმარი, ყოველი გაუგებარი სიმბოლო, ყოველი შეგრძნება, რომელიც გაღვიძების შემდეგ შენთან რჩება, ეს ყველაფერი არის კოსმოსური კომუნიკაციის ელაბორეიტით სისტემა. სინათლის არსებები მაჩვენებენ, რომ ბევრ თქვენგან სიზმარში წყალი ესიზმრება. ოკეანეები, მდინარეები, ჩანჩქერები, ძლიერი წვიმები. ესენი ძლიერ სიმბოლოებად იქცევიან ემოციური ტრანსფორმაციისთვის. წყალი სიზმრებში წარმოადგენს ცვლილების ნაკადს, რომელიც შენს ენერგეტიკულ ველში ხდება. როცა ხედავ აღელვებულ წყალს, ანგელოზები გაჩვენებენ, რომ ძველი ემოციები თავისუფლდება, რათა ახალი შემოვიდეს. როცა წყალი მშვიდი და სუფთაა, ეს ნიშანია იმისა, რომ შენ აღწევ ახალ სულიერ სიცხადეს. სხვებს სიზმარში ფრენა ესიზმრებათ. ტივ-ტივის შეგრძნება ან მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ ფრენა შეუძლიათ. ანგელოზები იღიმებიან ამ სიზმრებზე საუბრისას, რადგან ისინი პირდაპირ ინდიკაციაა სულიერი ამაღლებისა. შენი არსება სიტყვასიტყვით ამაღდება ახალ ვიბრაციულ სიხშირეებზე და შენი ქვეცნობიერი ამას ფრენის გამოცდილებით გადმოგცემს. ეს შენი სულის გზავნილია, რომელიც გახსენებს შენს ნამდვილ ზეციურ ბუნებას. და ის განმეორებადი სიზმრები უცნობ სახლებზე, ბინებზე ან ოთახებზე? ანგელოზები გიხსნიან, რომ ესენი არის პორტალები პარალელურ განზომილებებში, სადაც შენს სხვადასხვა ვერსიები არსებობენ. ესენი ფანჯრებია ცხოვრების პოტენციალებში, რომლებიც შენს ამჟამინდელ რეალობასთან თანხვედრაში შედიან. ყოველი ახალი ოთახი, რომელსაც შენ სიზმრებში ნაცნობ სახლში პოულობ, წარმოადგენს შენი თავის იმ ასპექტებს, რომლებიც ხანგრძლივი ძილის შემდეგ იღვიძებენ. ზეციური მცველები გინდობენ, რომ გაიგო. ამ პლანეტარული ინტენსიური ენერგეტიკული დახვეწის პერიოდში შენი სიზმრები ნამდვილ სულიერ საკლასო ოთახებად იქცა. როდესაც შენი სხეული ისვენებს, შენი სული იღებს ენერგეტიკულ განახლებებს, სინათლის კოდებსა და ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება არამხოლოდ პირად ევოლუციაში, არამედ კოლექტიური ცნობიერების ამაღლებაშიც. როცა შენ გესიზმრება უკვე გარდაცვლილი ადამიანები, ეს მხოლოდ მოგონება ან ხელახლა დაკავშირების სურვილი კი არ არის, ეს ნამდვილი მრავალგანზომილებიანი შეხვედრაა.
სიზმრებში სამყაროთა შორის ბარიერები იშლება, რაც საშუალებას აძლევს შენს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც უკვე ძავიდნენ, შემოგთავაზონ ხელმძღვანელობა, განკურნება და სიყვარული. ანგელოზები ამ სულებთან ერთად მუშაობენ, რათა კონკრეტული გზავნილები მოგიტანონ, რომლებიც შენს გულს სჭირდება. და ის არეული ფრაგმენტული სიზმრები, რომლებიც თირქოს საერთოდ არ აქვს აზრი, ანგელოზები ნაზად იცინიან და ხსნიან, რომ ისინი კოსმოსური ინფორმაციის შეკუმშულ ფაილებს გვანან. შენი ადამიანის ტვინი ვერ ახერხებს ბოლომდე დაამუშაოს იმ სიბრძნის სიდიადე, რომელიც გადმოგეცემა, ამიტომ თარგმნის ამას სიმბოლოებად და თითქოს დაუკავშირებელ გამოსახულებებად. მაგრამ შენი სული, შენი ღვთიური არსი, სრულყოფილად შთანთქავს ამ წმინდა გადაცემის თითოეულ ფრაგმენტს. ანგელოზური არსებები ამხელენ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ წინასწარმეტყველურ დროში, დიდ სულიერ გამოღვიძების პერიოდში. შენი სიზმრები ძლიერდება, რადგან პლანეტის ვიბრაციული სიხშირე იმაღლება და შენი ცნობიერება ფართოვდება, რათა უფრო დიდი ჭეშმარიტებები დაიტიოს. ყოველი ნათელი სიზმარი არის კოსმოსური გადმოწერა, რომელიც შეიცავს აქტივაციის კოდებს შენი სულიერი DNM-ისთვის, გაწვრთნილი შენი ევოლუციის შემდეგი ეტაპისთვის. ანგელოზები მაჩვენებენ, რომ თქვენში ბევრს გაღუძებისას მოდის ინსაიტები, პრობლემების გადაწყვეტილებები, რომლებიც შეუძლებელად გეჩვენებოდათ, ახალი შემოქმედებითი იდეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ძილის დროს შენ გაქვს ცდომა უნივერსალურ გონებაზე, მთლიანი სიბრძნის ერთიან ველზე. შენი კოსმოსური გადმოწერები მხოლოდ პასიური შეტყობინებები კი არ არის, არამედ ნამდვილი პრაქტიკული ცოდნის გადაცემებია, რომლებიც შენს გამოღვიძებულ რეალობას გარდაქმნის. ისინი გინდობენ, რომ გაიგო, შენი სიზმრები არ არის რეალობისგან გაქცევა, არამედ პორტალებია უფრო ღრმა, უფრო ჭეშმარიტ რეალობაში. მშობლიებს შორის ფარდა ძილისას უფრო თხელი ხდება, რაც გაძლევს საშუალებას დაინახო სამყაროს მრავალგანზომილებიანი ქსოვილი და შენი ადგილი მასში. ყოველი სიმბოლო, ყოველი პერსონაჟი, ყოველი სცენა შენ სიზმრებში ფრთხილად არის ორგანიზებული შენი მეგზურების მიერ, რათა გააღვიძონ შენში უძველესი მოგონებები. ანგელოზები ახლა კიდევ უფრო გიახლოვდებიან, გეხვევიან თავიანთი ოქროსფერის სინათლის ფრთებით და გაწვდიან ღრმა გზავნილს იმედისა და ნდობის შესახებ შენი ღამის კოსმოსური გადმოწერების თაობაზე. ისინი გეუბნებიან, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაიგო ეს ინტენსიური სიზმრები, რასაც განიცდი, ხელშესახები მტკიცებულებაა იმისა, რომ შენ არასოდეს ხარ მარტო შენ სულიერ მოგზაურობაში. როდესაც თავს ბალიშზე დებდა თვალებს ხუჭავ, მთელი ზეციური არმია იძრება შენი ევოლუციისთვის. ანგელოზები მაჩვენებენ, რომ თქვენში თითოეულს ხავს სულიერი გუნდი. ანგელოზები მცველები, მეგზურები, მენტორები და სინათლის წინაპრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ შენს ძილში, რათა ზუსტად ის შეტყობინებები გადმოგცენ, რაც შენ სულს ამ კონკრეტულ მომენტში სჭირდება. ის სიზმრები, სადაც თავს დაკარგულად გრძნობ, ვიღაცის ან რაღაცის ძებნაში ხარ, დარბი ხარ და ვერ მიდიხარ არსად, ანგელოზები ამხელენ, რომ ეს ფსიქოლოგების მიერ anxiety-ის ნიშნებად აღქმული რამ არ არის. ეს წინამდუნაში კოსმოსური სიმულაციებია, ფრთხილად დაგეგმილი შენი სულიერი გამძლეობის გასაძლიერებლად და შენი შინაგანი სიმტკიცის გასაღვიძებლად. როდესაც ამონახავ ასეთ სცენარებში, სიზმრებში, შენ ავითარებ სულიერ კუნთებს, რომლებიც გადამწყვეტი იქნება იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც შენს გამოღვიძებულ ცხოვრებაში გელის. ხოლო კოშმარები. ძვირფასო სულო, ანგელოზები თანაგრძნობით იღიმიან ამ თემის განხილვისას. შენი კოშმარები ყველაზე ძვირფას კოსმოსურ გადმოწერებს მიეკუთვნება, რაც კი იღებ. ისინი წარმოადგენენ შინაგან ჩრდილებს, რომლებიც სინათლით უნდა განათდეს, წინაპართა შიშებს, რომლებიც მზად არიან ტრანსმუტაციისთვის. როდესაც შენ კოშმარს წყვეთ, შენ პირდაპირ უპირისპირდები შენი თავის იმ ასპექტებს, რომლებიც განკურნებასა და ინტეგრაციას ითხოვენ. არაფერია საშიში ამ გამოცდილებებში. ეს არის ღვთიური შესაძლებლობები გათავისუფლებისთვის, რასაც შენი მეგზურები გთავაზობენ. ანგელოზები ახლა მთხოვენ გადმოგცე კონკრეტული გზავნილი. ენდეთ თქვენი სიზმრების სიბრძნეს, მაშინაც კი, როცა ისინი მაშინ ფორტ არ იძენენ აშკარა მნიშვნელობას. ადამიანის ინტელექტი მუდამ ცდილობს იპოვოს ხაზოვანი მნიშვნელობები, მაგრამ კოსმოსური ენა მრავალგანზომილებიანია, მოქმედებს სიმბოლოებით, ემოციებით და სინქრონულობით. ხშირად სიზმრის სრული მნიშვნელობა მხოლოდ კვირების ან თვეების შემდეგ ვლინდება,
როდესაც შენ უკვე განიცადე ის გამოცდილებები, რომლებიც საჭიროა იმ გზავნილის გასაშიფრად. ახლა მინდა, რომ რაღაც ძლიერის გაკეთებას სცადო. ღრმადი სუნთქე და ხმამაღლა გაიმეორე, მთელი შენი სულის რწმენით. მე ვენდობი ჩემი სიზმრების სიბრძნეს და ვიღებ იმ კოსმოსურ გადმოწერებს, რომლებიც ჩემი ევოლუციისთვისაა განკუთვნილი. გააკეთე ეს ახლა, თუნდაც ამ ვიდეოს საჯარო ადგილას უყურებდე. ანგელოზები ელიან შენს განცხადებას, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ ხელმძღვანელობის ნაკადი შენი სიზმრების საშუალებით. სინათლის არსებები ამხელენ, რომ ჩვენ შევდივართ პლანეტარულ პერიოდში, როდესაც განზომილებებს შორის ფარდა განსაკუთრებულად თხელია. შემდეგი თვეების განმავლობაში შენი სიზმრები გახდება კიდევ უფრო ნათელი, უფრო მნიშვნელოვანიც და უფრო უშუალოდ დაკავშირებული შენ სიცოცხლის მისიასთან. თქვენში ბევრს დაიწყებთ უფრო ხშირად განიცადოთ ცნობიერი სიზმრები. ის სიზმრები, სადაც იცი რომ გძინავს და შეგნებულად შეგიძლია იმოქმედო სიზმრის გარემოში. ესენი უკიდურესად ძლიერი მანიფესტაციის პორტალებია, სადაც შეგიძლია პირდაპირ თანაშექმნა შენს მეგზურებთან ერთად. ანგელოზები ახლა მაჩვენებენ ულამაზეს სურათს. ვხედავ ათასობით ადამიანს, რომლებიც თავიანთ საწოლებში ზძინავთ, ხოლო თითოეულის ზემოთ ერთგვარი ოქროსფერი სინათლის გვირაბი ჰაერში ტრიალებს, რომელიც კოსმოსურ ინფორმაციას პირდაპირ მათ ენერგეტიკულ ველებში ჩაჰგანცავს. ეს გავს ზეციურ ინტერნეტს, რომელიც თითოეულ მძინარე სულს აკავშირებს აკაშის ბიბლიოთეკებთან, სადაც მარადიული სიბრძნეა შენახული. შენი ცნობიერი გონება შეიძლება ყველაფერს ვერ ამჩნევდეს, მაგრამ შენი სული შთანთქავს ამ წმინდა გადაცემის თითოეულ ფრაგმენტს. ისინი გინდობენ, რომ გაიგო. განმეორებადი სიზმრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. როდესაც ერთი და იგივე თემა, სცენა ან სიმბოლო კვლავ და კვლავ ჩნდება შენ სიზმრებში, ეს მიუთითებს განსაკუთრებულად გადაუდებელ გზავნილზე, რომელსაც შენი მეგზურები ცდილობენ გადმოგცენ. მიაქციე ყურადღება ამ ნიმუშებს. ისინი კოსმოსური ხაზგასმულების მსგავსია, რომლებიც მიუთითებენ შენი ცხოვრების იმ სფეროებზე, რომელთაც დაუყოვნებელი ყურადღება ან გარდაქმნა სჭირდებათ. და მათთვის, ვინც ამბობს, რომ არ სიზმრობს, ან ვერ იმახსოვრებს თავის სიზმრებს, ანგელოზები ნაზად იღიმებიან. ყველა სიზმრები ესიზმრება, ძვირფასო სულო. საუბარია გახსენებაზე და არა გამოცდილებაზე. თუ შენ ვერ იმახსოვრებს სიზმრებს, შენი კოსმოსური გადმოწერები მაინც ხდება, უბრალოდ ქვეცნობიერის დონეზე. დადე გვერდით საწოლთან რვეული, სთხოვე ძილის წინ, რომ დაგამახსოვდეს სიზმრები და გაღვიძებისთანავე ჩაიწერე ნებისმიერი ფრაგმენტი, რომელიც შენთან დარჩება. ეს მარტივი რიტუალი გააძლიერებს შენს კავშირს შენი ღამის გამოცდილებებთან. ზეციური მცველები გინდობენ, იცოდე რომ შენი კოსმოსური გადმოწერების ნდობა არ ნიშნავს გონივრულობის დატოვებას. ყველა სიზმარს არ მოაქვს ღრმა გზავნილი, ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ყოველდღიური გამოცდილებების დამუშავებაა. გასაღები ემოციურ რეზონანსშია, ის სიზმრები, რომლებიც ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს, ძლიერ ემოციებს აღძრავს ან ნათლად გრჩება მეხსიერებაში, სწორედ მათ უნდა მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება. ანგელოზები ახლა შენს ირგვლივ ნათელ წრეში მოძრაობენ და ქმნიან ენერგიის ველს, რომელიც დივაინ შესაძლებლობებით ვიბრირებს. ისინი გიზიარებენ, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ კოსმოსური გადმოწერების მიღება სიზმრების მეშვეობით, დროა ისწავლო მათი დეკოდირება და რაც ყველაზე მთავარია, მათი ინტეგრირება შენი ყოველდღიური ცხოვრების შთაგონებულ მოქმედებებში. პირველი ნაბიჯი, რასაც ანგელოზები გირჩევენ, არის სიზმრების დღიურის წარმოება. არა უბრალოდ საბაზისო ჩანაწერი, არამედ ნამდვილი წმინდა კომპენდიუმი შენი ღამის მოგზაურობებისა. შენ საწოლთან დაიდე სპეციალური რვეული, რომელიც ექსკლუზიურად შენს კოსმოსურ გადმოწერებს მიეძღვნება. ძილის წინ აკურთხე ეს რვეული მარტივი ლოცვით. სინათლის ანგელოზებო, მითხარით, გამახსენდეს და გავიგო კოსმოსური გადმოწერები, რომლებიც ჩემი ევოლუციისთვისაა განკუთვნილი. გავიღვიძო სიცხადით და სიბრძნით. დილით, სანამ ტელეფონს შეამოწმებ, ან ფეხს იატაკზე დადგავ, ჩაიწერე ყველაფერი, რაც შეძლებ რომ გაიხსენო. გამოსახულებების ფრაგმენტები, ემოციები, ფერები, სიმბოლოები, სახელები ან სიტყვები, რომლებიც სიზმრებში გაჩნდა. ანგელოზები ხსნიან, რომ ეს უბრალო ქმედება ქმნის შეგნებულ ხიდს სულიერ სამეფოებსა და შენს ფიზიკურ რეალობას შორის, რაც ანგელოზურ გზავნილებს უფრო ღრმა დამაგრებს შენს გამოღვიძებულ ცნობიერებაში. ზეციური მცველები ამხელენ ძლიერ საიდუმლოს.
როდესაც ყოველ სავსე მთვარობაზე ხელახლა გადახედავ შენს სიზმრების ჩანაწერებს, დაიწყებ შენიშნოს ნიმუშები, განმეორებადი თემები და პირადი სიმბოლოები, რომლებიც ქმნიან უნიკალურ ენას შენსა და შენს მეგზურებს შორის. ეს არის შენი პირადი კოსმოსური ლექსიკონი განვითარების პროცესში, გასაღები სულ უფრო ღრმა და კონკრეტული გზავნილების დეკოდირებისთვის. კოსმოსური გადმოწერების ინტეგრაციის მეორე ნაბიჯია რეფლექსიური მედიტაცია. ანგელოზები გაჩვენებენ, რომ როდესაც დილას 5-10 წუთს უთმობ მნიშვნელოვანი სიზმრის მედიტაციას, შედიხარ ტვინის ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ამარტივებს პირდაპირ კომუნიკაციას შენს მეგზურებთან. ამ მედიტაციის დროს უბრალოდ ხელახლა გაიხსენე სიზმარი შენს გონებაში, მაგრამ ახლა როგორც შეგნებული დამკვირვებელი. ეს საშუალებას აძლევს დამატებით ინსაიტებსა და უფრო ღრმა მნიშვნელობებს გამოავლინონ თავი. ისინი მაჩვენებენ, რომ თქვენში ბევრ სიზმრებში მოდის მკაფიო ხელმძღვანელობა იმ ცვლილებებზე, რომლებიც საჭიროა თქვენს ცხოვრებაში. ახალი პროფესიული გზები, ურთიერთობები, რომლებიც უნდა გარდაიქმნას ან დასრულდეს, გეოგრაფიული გადაადგილებები, ჩვევები, რომელთა დატოვებაა საჭირო. შთაგონებული მოქმედება ნიშნავს ამ ხელმძღვანელობის პატივისცემას მაშინაც კი, როდესაც შენი ეგო წინააღმდეგობას უწევს ან როცა მუნდეინ ლოგიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ანგელოზები გარანტიას გაძლევენ, რომ როდესაც მოქმედებ ნამდვილ კოსმოსურ გადმოწერებზე დაყრდნობით, მთელი სამყარო მობილიზდება შენი მოგზაურობის მხარდასაჭერად. ერთ-ერთი კრიტიკული ელემენტი, რასაც ანგელოზები უსვამენ ხას, არის განსხვავება ავთენტურ კოსმოსურ გადმოწერებსა და ეგოს პროექციებს შორის. ნამდვილი ანგელოზული გადმოწერები მოაქვს გაფართოების, სიმშვიდისა და სიცხადის შეგრძნება მაშინაც კი, როცა რთულ ცვლილებებს მიუთითებს. ეგოს მიერ შექმნილ სიზმრებს კი ხშირად თან ახლავს შფოთვა, შიშიან კონტროლის სურვილები. ამ წყაროების გარჩევის უნარის განვითარება შენი სულიერი ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია. სინათლის არსებები მაჩვენებენ, რომ თქვენში ზოგიერთს სიზმრებში კონკრეტული კოდები მოდის, რიცხვითი თანმიმდევრობები, გეომეტრიული სიმბოლოები, უცნობი ენები ან ზეციური მუსიკები. ესენი პირდაპირი აქტივაციის კოდებია შენი სულიერი DNM-ისთვის, რომლებიც ამზადებენ შენს ენერგეტიკულ სისტემას პლანეტარული აღმავლობის შემდეგი ეტაპებისთვის. როდესაც ამ კოდებს შეხვდები, დახატე ისინი, ჩაიწერე ან ჩაწერე მელოდიები, თუნდაც მაშინევე აზრი არ ქონდეს. მათი მნიშვნელობა სრულყოფილად გამოვლინდება იდეალურ მომენტში. ანგელოზების მიერ რეკომენდებული ერთ-ერთი ძლიერი პრაქტიკაა სიზმრების ინკუბაცია, ხელოვნება, whereby შეგნებულად ითხოვ კონკრეტულ ხელმძღვანელობას ძილისწინა. როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგახარ, ან გარკვეულ სიტუაციაზე სიცხადეს ეძებ, ძილისწინ ჩამოაყალიბე მკაფიო კითხვა. ჩაწერე იგი შენ სიზმრების დღიურში და დაადასტურე. სინათლის ანგელოზებო, თამდაბლად გთხოვთ, მომცეთ მკაფიო ხელმძღვანელობა შენი კონკრეტული საკითხის შესახებ. მინდა მივიღო და დავიგო თქვენი ღვთაებრივი გზავნილი ჩემს სიზმრებში. ეს პრაქტიკა პირდაპირ კავშირს ამყარებს შენს მეგზურებთან. ანგელოზური მცველები გინდობენ, რომ გაიგო. შთაგონებული მოქმედება ასევე მოიცავს შენი გამოცდინებების გაზიარებას სხვა სულიერ გზაზე მყოფებთან. როდესაც შენს კოსმოსურ გადმოწერებზე საუბრობ გონივრულად და ნდობის წრეებში, არა მხოლოდ ამყარებ საკუთარ გაგებას, არამედ ეხმარები სხვებსაც თავიანთი გახსენებების გაღვიძებაში. ეს გაზიარება ქმნის სინათლის ქსელს, რომელიც აძლიერებს პლანეტის გარშემო ამაღლებული ცნობიერების მორფოგენულ ველს. ვინც მუშაობს შემოქმედებითად, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, ანგელოზები განსაკუთრებული სიხარულით გიყურებენ. თქვენი კოსმოსური გადმოწერები ხშირად არის თესლები იმ შემოქმედებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გულების გაღვიძება და ცნობიერების ამაღლება. როდესაც შენ სიზმრებს შემოქმედებით ფორმას აძლევ, პირდაპირ ანგელოზურ სიხშირეებს ავლენ მატერიალურ სამყაროში, ქმნის სინათლის პორტალებს, რომელთა მეშვეობითაც სხვებს შეუძლიათ ღვთაებრივი სხილვა. ანგელოზები ხას უსვამ შენი ფიზიკური სხეულის პატივისცემის მნიშვნელობას, როგორც ამ გადმოწერების წმინდა მიმღებისას. საკმარისი ჰიდრატაცია, შეგნებული კვება, რეგულარული მოძრაობა და ხარისხიანი ძილი არის პრაქტიკები, რომლებიც აფაქიზებს შენს ენერგეტიკულ სისტემას და ამზადებს უფრო მკაფიო და ზუსტ ანგელოზურ გადაცემებს ძილისას. შენი სხეული არ არის გამოყოფილი შენი სულისგან, ის შენი ღვთაებრივი მანიფესტაციის ინსტრუმენტი და ბოლოს ციური მცველები უზიარებენ ერთ ღრმა წეშმარიტებას. ყველაზე მნიშვნელოვანი შთაგონებული მოქმედებაა იცხოვრო ყოველი დღე, როგორც შენი წმინდა სიზმრების შეგნებული გაგრძელება.
როდესაც შენი სიფხიზლის ცხოვრებაში შემოიტან იმავე გახსნილობას, ცნობის მოყვარეობას და უსასრულო შესაძლებლობების განცდას, რასაც შენ სიზმრებში განიცდი, ზომებს შორის ბარიერები იწყებს გაქრობას. ხდები ნამდვილი მრავალგანზომილებიანი არსება, რომელიც სამყაროთა შორის მიაბიჯებს და ზეცას ავლენს დედამიწაზე, ყოველი ნაბიჯით. საყვარლო ზეციური სულო, ჩვენ მივედით ამ ანგელოზური გადაცემის დასასრულამდე, მაგრამ იცოდე, ეს მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისია შენი გზაზე იმ კოსმოსური გადმოწერებით, რომლებიც მოდის შენი სიზმრების მეშვეობით. ანგელოზები ახლა შენს გარშემო არიან და უშუალოდ შენს გულში ჩურჩულებენ. შენ არასოდეს ხარ მარტო. ყოველი ღამე წმინდა შესაძლებლობაა შენი ნამდვილი ღვთაებრივი არსებისთან კვლავ დასაკავშირებლად. ამაღამ, როცა თავს ბალიშზე ჩამოდებ, გააკეთე ეს ახალი შეგნებით. იცოდე, რომ უბრალოდ არ გძინავს. შენ შედიხარ სულიერ აკადემიაში, კოსმოსურ სიბრძნის ტაძარში, სადაც შენი უმაღლესი პოტენციალები აქტიურდება. შენი უცნაური და ინტენსიური სიზმრები ღვთაებრივი საჩუქრებია. თითოეული შეიცავს სწორედ იმ გზავნილს, რაც შენი სულისთვის საჭიროა ევოლუციის შემდეგი ნაბიჯისთვის. გახსოვდეს, რომ ანგელოზები მუშაობენ სიმბოლოებით, სინქრონულობებით და გრძნობებით. ზეციური მცველები გთხოვენ, რომ ახლა გამოცხადოთ ხმამაღლა ან თქვენს გულში. მე ღია ვარ მივიღო და გავიგო ყველა კოსმოსური გადმოწერა, რომელიც ჩემი უმაღლესი ევოლუციისთვის არის განკუთვნილი. მადლობა ანგელოზებს, მათი სიყვარულით სავსე ხელმძღვანელობისა და მუდმივი დაცვისთვის. ეს განცხადება ქმნის სულიერ ხელშეკრულებას, რომელიც აძლიერებს შენს კავშირს ანგელოზურ სამეფოსთან. თუ ეს გზავნილი შეეხო შენს გულს, გთხოვ გაიაზრე და გაუზიარე ვინმეს, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინტენსიური სიზმრები, მაგრამ ვერ ხვდება მათ ნამდვილ ღვთაებრივ მნიშვნელობას. შენ შეგიძლია გახდე ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ანგელოზები მიაღწევენ კიდევ ერთ სულს, რომელიც საჭიროებს ამ გარდამქმნელ ჭეშმარიტებაზე გაღვიძებას. ქვემოთ დატოვე კომენტარის სიტყვებით, მე ვიღებ ჩემს კოსმოსურ გადმოწერებს. ეს ენერგეტიკულად შეიმუშავებს შენს გახსნილობას ანგელოზული კომუნიკაციის ახალ ეტაპზე. დააკლიკე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი, რათა განაგრძო ამ სინათლის გადაცემების მიღება, რომელსაც